შენ თუ მსგავსი რამ შენ სახლშიც შეგიმჩნევია, მაშინ ბოლომდე უყური ამ ვიდეოს, რადგან ეს რაც ვიდეოზეა შეიძლება სხვადასხვა დაავადებების წყარო გახდეს. ეს არის შედეგი ობის სოკოსი, იგივე ასპერგილუსის. ამ ვიდეოში კი გაიგებთ რა შეუძლია გამოიწვიოს მან და როგორ ავირიდოთ ის თავიდან. ასპერგილუსის ზოგიერთი სახეობა, როგორც არის მაგალითად ნიგერ ალტერნარიან ალტერნატა, არიან საშიშები ჯანმრთელობისთვის. ამ სოკოს სპორებმა შეიძლება გაამწვავოს სასუნთქის სისტემის ისეთი დაავადებები, როგორც არის ალერგიული ასთმა. ამ სპორების მოხვედრისას სასუნთქზებში ისინი კონტაქტში მოდიან ჩვენი იმუნური სისტემის უჯრედებთან, როგორც არის მაგალითად მაკროფაგები და პოხიერი უჯრედები და ისინი შედეგად ამ კონტაქტისა გამოიმუშავებენ ისეთ ანთებით მედიატორებს, ანუ ნივთიერებებს, რომლებიც ანთებას იწვევენ, როგორებიც არის მაგალითად ინტერლეიკინ 6, ჰისტამინი ან ტუმორ ნეკროზ ფაქტორ ალფა. ამის შედეგად კი ადამიანს უვითარდება ხველა, უჰაერობა და ზოგადად მწვავდება უკვე არსებული ბრონქული ასთმა. ამას გარდა ასპერგილუსის სპორებმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქცია, როგორც არის თვალების ფხანა, ცხვირიდან გამონადენი ან გაამწვავონ ავტოიმუნური დაავადებები, რომლებიც უკვე ადამიანს ქრონიკულად აქვს. უფრო მეტიც, ზოგიერთმა სახეობამ შეიძლება გამოიმუშაოს ტოქსინები, რომლებიც ისეთ ნიშნებს იწვევენ, რაც ზოგადია, მაგალითად ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, ხოლო ისეთ ადამიანებში კი, რომელთაც იმუნური სტატუსი დაქვეითებული აქვთ, ანუ ორგანიზმს დაცვითი ფუნქცია აქვს შემცირებული, შეიძლება ამ ასპერგილუსის სპორებმა ინფექცია და პნევმონიაც კი გამოიწვიონ. ეს ყველაფერი კი შეგვიძლია რეგულარული განიავებით, ოთახის ტემპერატურის ერთ დონეზე შენარჩუნებით, გულისხმობ ტემპერატურა არ უნდა ჩამოსდეს 16-18 გრადუსს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ნესტი შევამციროთ და ვეცადოთ, რომ სახლში რეგულარულად ჰაერი ცირკულირებდეს.